რუბრიკის წარმდგენია Keikoli, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ ცენტრი საქართველოში. მივესალმები სერგო აბსაჯანიშვილს, რომელიც მოკლედ ყოველთვის ძალიან საინტერესო სტუმრებით არის წარმოდგენილი. მე ძალიან მიყვარს ეს რუბრიკა, Business Call-ი, იმიტომ რომ მაქსიმუმი სენტიმენტები ამ რუბრიკასთან დაკავშირებით და მე სხვათა შორის აქვე მინდა ხაზი გავუსვა, მე არ დაგასწრებ სტუმრის წარდგენის ნაწილს და მე მინდა რომ ძალიან დიდი პატივისცემა დავაფიქსირო პირადად ვისოლ ჯგუფის მისამართით. იმიტომ რომ მე ეხლა ეს პირდაპირ ეთერშიც მინდა აღვნიშნო, დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს ბატონ სოსო ხაგაძესთან. ამიტომაც ყოველთვის ბატონი სოსო არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო სტუმარი, პარტნიორი და მეგობარი, ამიტომაც მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვიკითხო პირდაპირ ეთერიდან. სტუმარი რომელიც შეგხავს, ასევე ჩვენი მეგობარია, რა თქმა უნდა და ის ქოლგის ქვეშ შემავალ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ვისოლის ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული საბოლოო ჯამში. გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, მეგობრებო, დილამშვიდობის, მივესალმებით მაყურებელს, წარმატებული ნაყოფიერ კვირას გისურვებთ საქმიანს. მოკლედ, მეც ვისარგებლებ შემთხვევით და ვისოლის მიმართ, ზოგადად ვისოლის ჯგუფის მიმართ ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი მეც ასევე და დღეს ჩვენი სტუმარი არის ნიკოლოზ ხოდელი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის, ასე ვთქვათ, ვისოლ ავტოექსპრესის და ალბათ უფრო ცნობილი როგორც ვიანორის გენერალური დირექტორია ამ კომპანიის და მოგესალმებით ნიკოლოზ. ძალიან დიდი მადლობა ნიკოლოზ შენი დროისთვის და მადლობა მოწვევისთვის. დებიუტი გაქვს Business Call-ში. ძალიან დიდი მადლობა. მივესალმები ჩვენ ტელემაყურებელს და მსმენელებს. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ნიკოლოზ, ალბათ პირველ რიგში მოდი ყველაზე ალბათ სწორი იქნება რომ დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ რომ ყველა მიიცის, ასე ვთქვათ, ვიანორის შესახებ, თუმცა მოდი ორიოდე სიტყვით მოყვეთ ვიანორის შესახებ, რას წარმოადგენს, რა დარგში მოღვაწეობს და ასე შემდეგ. სიამოვნებით, ნუ როგორც სანდრო მახსენა, კომპანია ვიანორი უკვე 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს საავტომობილო ინდუსტრიაში, არის ვისოლ ჯგუფის შვილობილი კომპანია. 100%-ით ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენთ უკვე მე-12 წელია და ჩვენი კომპანია დაკავებული არის საავტომობილო პროდუქციის იმპორტით, რეალიზაციით. გვაქვს 14 ფილიალი საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისში, ისევე ყველა მსხვილ ქალაქში და ვემსახურებით უამრავ ფიზიკურ თუ კორპორატიულ კლიენტებს. ასევე ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ტენდერებიც. ბუნებრივია და ვცდილობთ რომ მაქსიმალური, ასე ვთქვათ, კომფორტი შევქმნათ ჩვენს მომხმარებლებს. ერთ ექსკლუზივსაც გაგანდობთ აქვე. სულ მალე დაგეგმილი არის ამ კომპანიის რებრენდინგი, ანუ უკვე მომხმარებლის წინაშე წავსდგებით განახლებული კონცეფციით, განახლებული სახელით, ბრენდით და ის ჩვენს მულტიფუნქციურობას, რასაც ვისოლ ჯგუფი ქვია, მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ შევქმნათ კომფორტი როგორც საცალო, ისე კორპორატიულ კლიენტებს. ეს მულტიფუნქციურობა მოგეხსენებათ გამოიხატება იმაში, რომ ვისოლ ჯგუფი დივერსიფიცირებული ბიზნეს გაერთიანება არის, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდს და ჩვენი, ასე ვთქვათ, ძლიერი მხარე ამ კუთხით არის, რომ ჩვენი სერვის ცენტრები თუ მაღაზიები თუ ფილიალები განთავსებული არის მულტიფუნქციურ კომპლექსში, რაც ნიშნავს ჯგუფის კომპანიების ერთობლიობას, ანუ ეს არის ვისოლი, დანკინი, ვენდისი, სმარტის მარკეტები და ვიანორი. შესაბამისად, ანუ ჩვენთან მოსული ყოველი კლიენტი იღებს მისთვის მაქსიმალურ კომფორტს და ნებისმიერ, ასე ვთქვათ, პროდუქტს ხელმისაწვდომ ფასად, რაც ავტოსფეროს შეეხება, ასევე დააგემოვნებს უგემრიელეს ყავას და ასე შემდეგ. მოკლედ, ზუსტად ეს კონცეფტი არის ჩვენი რებრენდინგის მთავარი ამოსავალი, რომელსაც ანალოგი ბაზარზე არ აქვს და ძირითადში კომპანიები ჩვენს ინდუსტრიაში წარმოდგენილი არიან როგორც, ასე ვთქვათ, ცალკე მდგომი ობიექტები, ზოგიერთი მასშტაბური, ზოგიერთი ექსპრეს სერვისი, თუმცა ჩვენი კომპანიის აი სტრატეგია ეფუძნება ზუსტად ამ მულტიფუნქციურობას, რომ ჩვენ მომხმარებელს შევთავაზოთ როგორც ექსპრეს სერვისი, ისე დიდი სერვის ცენტრები, თუმცა ამავე დროს ამ სერვის ცენტრის გარშემო გაშლილი ისეთი ინფრასტრუქტურა, სადაც ადამიანი მიიღებს მისთვის საჭირო ყველანაირ პროდუქტს დააგემოვნებს სხვადასხვა უგემრიელეს, ასე ვთქვათ, პროდუქტებს, იყიდის საწვავს და ასე შემდეგ. ანუ მაქსიმალურად
მორგებულს ვქნით ამ ინფრასტრუქტურას ჩვენი მომხმარებლებისთვის. ნიკოლოზ, მადლობა უმწურავი პასუხისთვის. სხვათა შორის, ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ჩემი სიმპათია თუნდაც ამ ჰოლდინგის მიმართ არის ზუსტად ის, რომ ჯერ ერთი ეს კომპანია არის სრულად ქართული და არის აბსოლუტურად დივერსიფიცირებული, ხო? განსხვავებული მიმართულებები, განსხვავებული დარგები და ძალიან საინტერესო გუშინ ჩვენი შეხვედრის დროს მოყევი შენი ერთ-ერთი დღე, ხო? სადაც სხვათა შორის მინდა რომ გაუზიარო ჩვენ მაყურებელს ეს ისტორია, ხო? როგორ ფაქტიურად როგორ ისარგებლე ყველა სერვისით, ხო? სიამოვნებით ზუსტად გუშინ კი კარგად გამოვიდა ჩვენი საუბრის დროს და ერთი ესეთი დღე გადამხდა, რომელიც დღის ბოლოს გავაცნობიერე ეს ყველაფერი და უბრალოდ ჩემთვის ასე ვთქვათ რაღაცა კარგად დაჯდა მე ეს თემა და მინდა რომ გაუზიარო, ანუ დილით გამოვდივარ სახლიდან, ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე ვასხავ საწვავს, შემდეგ შევდივარ დანკინის დრაივზე ვიღებ ყავას, მივდივარ სამსახურში, ვიანორში, ვაკეთებ ასე თქვას ჩემს მიმდინარე საქმეს, ლანჩზე გადავდივარ ვენდისში, შემდეგ იქიდან მივდივარ ჩვენს ერთ-ერთ ჯგუფის წევრ კომპანიის სარეკლამო კომპანია ალმაში, სადაც გარკვეული რაღაც სარეკლამო მასალებზე ქონა შეხვედრა, უბრალოდ დიზაინების აწყობა. ალმაშიც დავამთავრეთ ასე ვთქვათ ეს საკითხი და დავბრუნდი სახლში და უბრალოდ გზაში ვფიქრობდი, რომ მთელი დღე გავატარე ვისოლ ჯგუფის წევრ კომპანიებში. აი ეგ დამრჩა და ასე ვთქვათ ესე გამოვიდა, რომ მოკლედ მთელი დღე ვიმოძრავე ასე ვთქვათ ვისოლ ჯგუფის წევრ კომპანიებში, ისე რომ ყველაფერი გავაკეთეთ. დარწმუნებული ძალიან ბევრი მოძრაობს უბრალოდ ამ სქემით და ამ მარშრუტით. ნიკოლოზ, თქვენი მომსახურება არის ფაქტიურად ექსპრესი რა, რაც განასხვავებს ზოგადად ბაზარზე სხვა კომპანიებისგან, რაც მაგალითად ეხა გუშინ საუბრის დროს, ახსენე ესეთ რაღაცა, რომ თქვენი სერვისი არიკავის 30 წუთზე მეც. კი. ხო? რა არის ეს სერვისები, ესეც რო ჩავშალოთ, ხო? და ზოგადად მინდა რომ შენთან ერთად მიმოვიხილოთ ზოგადად ამ ავტოინდუსტრიის, ასე ვთქვათ, მდგომარეობა საქართველოში, ხო? და თუნდაც ჩვენ განხილული ქონდა ისეთ საკითხები, როგორიც არის თუნდაც მეურადი ავტომობილები, ხო? მეურადი თუნდაც ნაწილები და ასე შემდეგ. როგორი ტრენდია დღეს საქართველოში ამ მიმართულებით? ძალიან საინტერესო სტატისტიკაც გამიზიარე გუშინ და ამიტომ შევეცდები მოკლედ ავხსნა. ჩვენ კომპანიას რაც შეეხება კი ნამდვილად ესე არის, ჩვენ ორიენტირებული ვართ ისეთ სერვისებზე, რომელიც 30 წუთზე მეც არ მოითხოვს და ექსპრეს სერვისი ქვია ამ მიმართულებას. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ჩვენი მომხმარებლებისთვის საავტომობილო პროდუქციის მიწოდებას და სამ ძირითად პროდუქტს გამოვყოფ ძალიან რო არ ჩავშალო და დრო არ წაიღოს. ეს არის საავტომობილო ზეთები, როგორც ძრავის ისევე გადაცემათა კოლოფის და ყველა საწყებ საპოხი მასალა, რაც ავტომობილს სჭირდება, საბურავები და აკუმულატორები. ეს არის სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც აი 30 წუთიან სერვისში ჯდება. იქ არის კიდე თამდევი მომსახურებები, ფილტრების შეცვლა და ასე შემდეგ, თუმცა ეს უკვე თამდევი სერვისები არის. რაც შეეხება ზოგადად ხო აი ამ მიმართულებას, ჩვენ არ გავდივართ აი ამ ექსპრეს სერვისის იქით, იმიტომ რომ ვთვლით, რომ ყველაზე სწრაფად წვეთადი პროდუქცია არის ჩვენი მიმართულება, რომლის ასე ვთქვათ რეალიზაციას და სერვისს აკეთებს ჩვენი კომპანია. და ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება, ეს ექსპრეს სერვისი არის ჩვენი თავარი მიმართულება, რაშიც გვინდა რომ ვიყოთ უფრო ძლიერად წარმოდგენილები და ზუსტად ეს რებრენდინგის პროცესი, რაც ვახსენე, ამას ემსახურება, რომ მაქსიმალურად გავშალოთ ჩვენი მომსახურების და პროდუქციის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საცალო, ისე კორპორატიული მომხმარებლისთვის და უზრუნველყოთ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება. არ მივდივართ სიღრმეებში, ეხა იქ მანქანების ასე ვთქვათ დაშლა აწყობაში, მოკლედ ეს ჩვენი მიმართულება არ არის, ამისთვის არიან სხვა კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილები არიან ბაზარზე. რაც შეეხება თვითონ ავტოინდუსტრიას, ბოლო წლებში ვხედავთ ყველა როგორ იზრდება ავტოპარკი და სტატისტიკა არის, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით იზრდება ჩვენი ავტოპარკი. ეს ნიშნავს რიცხვებში რომ გადავიტანოთ დაახლოებით 80-დან 100,000 მანქანამდე ემატება ყოველწლიურად. რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან გაზრდილი არის ბოლო 5-7 წელიწადში ავტოპარკი, ფაქტიურად შეიძლება ითქვას გაორმაგებულიც, იმიტომ რომ ამ სტატისტიკაში შედის, ძველი მანქანებიც უკვე, რომელიც უკვე ხმარებიდან ამოღებულია და ექსპლუატაციისთვის უარგისი არის. ამის როგორც მე ვიცი, ზუსტი აღრიცვა არ ხდება ფიზიკურად რამდენი მანქანა მოძრაობს
და რამდენია რეგისტრირებული, ამას ეს რიცხვებში ვერ იმიჯნება, თუმცა გარკვეული სტატისტიკურ მონაცემების დაყრდნობით ამის ინფორმაციაც არსებობს. ნუ დაახლოებით მილიონი მანქანა მოძრაობს საქართველოს გზებზე დღეს. და როგორც მოგახსენეთ, ეს ციფრი ყოველწლიურად მზარდი არის. ამ ინდუსტრიაში, ნუ სამწუხარო სტატისტიკა ის არის, რომ ამ იმპორტირებული მანქანების წილი, უდიდესი წილი და ფაქტიურად ავტოპარკის 90% მოდის 10 წელზე მეტად ძველ ავტოპარკზე. ნუ მეორად ავტომობილებზე. მეორად ავტომობილებზე და ნუ მეორადსაც გააჩნია, ანუ იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ შეიძლება მეორად იყოს 5 წლის, მაგრამ არა, აქ გვაქვს საქმე 10 და მეტი წლის. ანუ საკმაოდ მოძველებული ავტოპარკი ყავს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრები მზარდია და ყოველწლიურად იზრდება და იზრდება, მაგრამ არ უმჯობესდება სამწუხაროდ ავტოპარკის შემადგენლობის ხარისხი. ანუ კულტურა არ გვაქვს ფაქტიურად რაღაც ახალი არ სოციალური ფონი. სოციალური ფონიც ალბათ, იმიტომ რომ ნუ სამწუხაროდ მოსახლეობას არ აქვს ალბათ საშუალება, რომ რაღაც შეიძინოს 3-4. აი ბატონ ნიკოლოზ, ეხლა თქვენ ძალიან საინტერესო საუბრობთ, მე გისმენთ ყურადღებით რა თქმა უნდა და ერთი ესეთი კითხვა მაქვს. აი თქვენ ახსენებთ ეხლა რეალურად ხარისხის კომპონენტს და ყველანი მოყვებით აბსოლუტურად იმაში, რომ ვიანორის ჭრილში დაგენერირებული მიმართულებები არის ხარისხიანი. არის ძალიან მაღალი დონის კომპონენტები და მე რეჟისორს ვთხოვ, რომ ვიზუალიზაცია პარალელურად ვატრიალოთ პირდაპირ ეთერში, ამავდროულად პარალელურად ბაზარზე. არც თუ მაინც და მაინც ახალბილო სიტუაცია, იმიტომ რომ 90%-ზე მეტი გეთანხმებით აბსოლუტურად არის მეორადი ავტომობილი და ყველანაირი სტანდარტი, მოდი ასე ვთქვათ, ამ კუთხით არის ჩაშლილი ჩვენს ბაზარზე. რამდენად რთულია ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს დაუკავშიროთ? ერთის მხრივ მოსახლეობა ითხოვს დაბალბიუჯეტიან, იაფფასიან სერვისებს და ის უბრალოდ ფულს არ იხდის, ასე ვთქვათ, მაღალი ხარისხის სერვისებში. და მეორე ნაწილი, ანუ ისეთი კომპანიები, როგორც თუნდაც ვიანორი, ამ შემთხვევაში, რომელიც ხარისხთან არის პირდაპირ პროპორციულად ორიენტირებული, აი ეს ორი მიმართულება და მათ შორის დაგენერირებული, ესე ვთქვათ, წითელი ხაზი. რამდენად მოდის ერთმანეთთან თანაკვეთაში და რა გზას გადის რეალურად ხარისხზე ორიენტირებული კომპანია? ამ შემთხვევაში ვიანორი, რომ აი ეს წითელი ხაზები, მოდი ესე ვთქვათ, გადავლახოთ. დიდი მადლობა სანდრო, ძალიან კარგი შეკითხვა არის და მინდოდა ხაზგასმა ამაზეც. ჩვენ წარმოვადგენთ საერთაშორისო ბრენდებს საქართველოში, გიგანტებს ფაქტიურად მსოფლიო მასშტაბით. გვაქვს პრემიალური პროდუქცია პორტფელში, მაგალითად ტოტალიზეთები, ნოკიანი საბურავები და ასე შემდეგ. თუმცა აი ამ ტრენდის გათვალისწინებით, რომ ვერ იქნები წარმოდგენილი მხოლოდ პრემიალური პროდუქციით, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ისე დარწმუნებული ვარ ჩვენს ინდუსტრიაში ყველა მონაწილეს და არა მარტო ჩვენ ინდუსტრიაში ზოგადად პრემიალური პროდუქციის გაყიდვა ბუნებრივია უფრო ჭირს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ მოთხოვნა ნაკლები არის განსაკუთრებით ავტოსფეროში, სადაც ახალი მანქანების გაყიდვები სულ რაღაც 0.5-დან 1%-მდე შეადგენს საერთო პორტფელში. ნუ ხა შენ იქ ისაუბრო რაღაც პრემიალურ პროდუქციაზე, წარმოუდგენელი არის მასშტაბს გულისხმობ, თორე რა თქმა უნდა ამაზეც არის მოთხოვნა. ამიტომ ჩვენი კომპანია ზუსტად ორიენტირებული არის როგორც პრემიალურ პროდუქციაზე, ისე ხელმისაწვდომ პროდუქციაზე და ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ვახორციელებთ ისეთი პროდუქციის იმპორტს, რომელიც ზუსტად აი ავტოპარკისთვის არის ხელმისაწვდომი და ზუსტად ემთხვევა სოციალურ გარემოს და ფონს, რომ ეს მოძველებული ავტოპარკი, რომელიც ახლა ლიტრ ზეთში ვერ გადაიხდის 30 ლარს, მას სჭირდება 15 ლარიანი პროდუქტი, რომელიც ასევე აქვს ვიანორს და საკმაოდ წარმატებით ვახორციელებთ უკვე წლები არის ამ პორტფელის დივერსიფიცირებას, რომ მომხმარებელი ჩვენთან მოსული ნებისმიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას შეძლოს და არ დავუტოვოთ ის განცდა, რომ ისე აი ბოლო პერიოდში სატრანსპორტო რეგულაციებმა, ხო, რომელიც ბრალად გვაქვს იგივე ლოჯისტიკურად, იგივე ტექნათვალიერების კუთხით და ასე. არ გაზარდა ბაზარზე მეტნაკლებად კულტურა. მე ბოდიშს ვიხდი და სწორად მინდა რომ მაყურებელმა გამეგოს, ეხლა კულტურაში მე არ გულისხმობ იმას, რომ ეხლა ყველას აქვს რა თქმა უნდა სურვილი, რომ გამართული ავტოტრანსპორტით გადაადგილდებოდეს, მაგრამ სოციალურ ფონსაც ძალიან კარგად ვითვალისწინებთ და გვესმის ძალიან კარგად, რომ ამ შემთხვევაში თავს ზემოთ ძალა არ არის. თუმცა მეორე ნაწილი, ანუ ეს რეგულაციები, რომელიც ნაწილი ევროპასთან ასოცირების ეგიდით არის იმპლემენტირებული, ნაწილი უბრალოდ თითიდან გამოწვეულია ჩემი აზრით, ანუ აი რამდენ ხო არ გაზარდა ბაზარზე გარკვეულწილად ხარისხზე ორიენტირება და ასე შემდეგ. ანუ აი როგორია სურათი, აი შეუიარაღებელი თვალით ნაწარმოების სტატისტიკა. მოგახსენებთ, ეხლა აქტიური შეხება გვაქვს ბუნებრივია ინდუსტრიაში ერთმანეთთან კონკურენტებსაც და ამ ინდუსტრიის მოთამაშე კომპანიებსაც ვცვლით გარკვეულ ინფორმაციებს.
და ეს საყოველთაო ცნობილია, რასაც მე ვიტყვი, რომ აღსრულება ტექდათვალიერებაში ფაქტიურად, რა ვიცი, არ არსებობს. არ არსებობს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ყველა ტექდათვალიერების კომპანია, რომელიც ამ ბაზარზე ოპერირებს, ყველა ამბობს ერთი და იგივეს, რომ ფაქტიურად მომართვიანობა არის განახევრებული, განსაკუთრებით ეს პანდემიის წლებს ეხება და ბოლო პერიოდში თითქოს რაღაც საუბრები მიდის, რომ გამკაცრდეს ადმინისტრირება და აი ამ ყველაფრის ფონზე მომართვიანობა, რადგან განახევრებული არის მათთან, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არანაირად არ შეცვლა ბაზარზე სიტუაცია, თუნდაც ჩვენი საავტომობილო პროდუქციის მიწოდებაზე მოთხოვნა არ არის გაზრდილი, იმიტომ რომ თქვა რაღაც ტექდათვალიერებებია და ასე შემდეგ. ნიკოლოს, აი აქვე ჩაგეკითხები, ანუ რატომ შეიძლება რომ იყოს ასე თქვა დაბალი მოთხოვნა, ეს რეგულაცია გულისხმობს რაღაც სავალდებულო დათვალიერების ტექდათვალიერების გავლას და ანუ ნაკლებად ექცევა ყურადღება, ანუ რეალურად მოწმდება ეს ავტომობილები თუ ანუ რაში არის პრობლემა რეალურად? ხედავთ ახლა ხო, ანუ ქალაქში ჩანს კიდევაც ეს გამონაბოლქვიც, ეს გაუმართავი ავტომობილები და ასე შემდეგ, მაგრამ მოძრაობენ. ხო, ანუ ამ შემთხვევაში ამ ადამიანებს უწევთ ან ტექდათვალიერების გავლა, ან სავარაუდოდ ჯარიმების გადახდა. ხო? რატო არ უნდა გაიზარდოს მოთხოვნა რეალურად ამ მიმართულებით? რამდენადაც ახლა მე მაქვს ინფორმაცია და პრაქტიკაშიც პირადად რაღაც ოჯახის მანქანებიც ახლა მიმიყვანია ტექდათვალიერების გასავლელად, მოთხოვნები თვითონ არის ძალიან მინიმალური, ანუ ფაქტიურად რაღაცა ელემენტარულ რაღაცეებზე დადის ტექდათვალიერების გავლა და იმიტომაც ვხედავთ ახლა ქალაქში, რომ ზოგი გამონაბოლქვით გადაადგილდება და ჩვეულებრივი მოვლენაა ეს და ზოგი რაღაცა ისეთი შეუსაბამო ფორმა აქვს მანქანას, ხო, ანუ ესეთების გვინახავს, მაგრამ ეს ალბათ ზუსტად იმ სოციალური ფონიდან გამომდინარეა ჩემი აზრით, რის გამოც არ არის გამკაცრებული რაღაც და თამას არ არის აწეული ტექდათვალიერების გავლასთან დაკავშირებით. რაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში ალბათ მეტყველებს იმაზე, რომ ეს რეფორმა ჯერჯერობით წარმატებული ვერ არის და უბრალოდ რაც გაკეთებული არის რაღაცა ასე ვთქვათ საბაზისო სცენარი, თუმცა რეალურად იმპლემენტაცია იმისი, რასაც ითვალისწინებს ეს რეფორმა, რომ ავტოპარკი გაჯანსაღდეს, მკაცრი მოთხოვნები იყოს და უბრალოდ ჩვენ არ დაუბინძურდეთ ასე ვთქვათ იმ გამონაბოლქვით, ჯერჯერობით ეს არ ჩანს. ერთ საკითხს დამოვჭრი შენი ნებართვით. მე ძალიან მიხარია, რომ ისეთი მსხვილი კალიბრის კომპანია, როგორც არის ვიანორი, ვისოლ ჯგუფი მთლიანობაში, ძალიან აქტიურად არის ჩართული სოციალური კომპონენტების განვითარებაშიც. და აი ეს საკითხი მინდა წამოვჭრა და მეც აღარ შემოვიჭრები შენს რუბრიკაში, ბოდიშს მოხდით. ანუ როგორც ვიცი, კომპანია არის გაერთიანებული მათ შორის ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში. სადაც ძალიან საინტერესო კომპანიებმა მოიყარეს თავი, ანუ სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი. ნიკოლოზი არის ვიცე-პრეზიდენტი ამ. ვიცი, ახლა მივდივარ მადამდე. ხო და აქედან გამომდინარე, ანუ ჯამში მე მაინტერესებს, ანუ აი ესეთი გამოწვევები, როგორც არის თუნდაც უტილიზაცია, როგორც არის ცირკულარული ეკონომიკა, როგორც არის გარემოზე ზემოქმედების კომპონენტი, როგორც არის ცალკეულ უწყებებთან ურთიერთობა. იმიტომ რომ ერთია ინდუსტრიის განვითარება და მოდი ახლა პირდაპირ ვთქვათ, გასაგებია რომ ხარისხს არ მიყვება ჩვენი ბაზარი, მაგრამ რეალურად ბაზარი მაინც მზარდია, დაბალბიუჯეტიან კომპონენტში იზრდება, იმიტომ რომ წლიდან წლამდე საქართველოში შემოდის ძალიან ბევრი ავტომობილი. ელემენტარულად ამოვიღოთ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა, ხო? ჯამში მე მაინტერესებს აი ეს გამოწვევები, რომელიც მე ჩამოვთვალე დღესდღეობით და ფაქტიურად ყველა ბიზნეს მიმართულებას აქვს თავისი უკუ ეფექტი. მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარე, ხო? ანუ აი ეს მედლის მეორე მხარე, სოციალური კომპონენტების განვითარება, სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება, ანუ რამდენად არის კარგად გაცნობიერებული დღეს კორპორატიულ სექტორში. მე არ გულისხმობ ასოციაციაში თავმოყრილ კომპანიებს, იმიტომ რომ მართლაც სოციალურად ძალიან აქტიური კომპანიები არიან, ვინც ასოციაციაში მოიყარეს თავი, მაგრამ აი ჯამში ასოციაციის მიღმა, ხო, ანუ ძალიან დიდი ბაზარია ჯამში. აი რამდენად არის სოციალური კომპონენტები გათვალისწინებული და რამდენად ვიცავთ საერთოდ ეკოლოგიას, ბუნებას, ცირკულარული ეკონომიკა რამდენად ვიცით რა არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უტილიზაცია რამდენად ვიცით, რა ტერმინია და ასე შემდეგ. მადლობა სანდრო შეკითხვისთვის, ძალიან რთული თემა არის, გამომდინარე იქიდან რომ ხა ეს თვითონ სახელმწიფომ დაიწყო ამ თემაზე საუბარი დაახლოებით 2 წლის წინ, ანუ პანდემიამდე, შემდეგ პანდემიის დროს გადავადდა, ეს ევროკავშირთან ასოცირების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია, რომ გქონდეს ნარჩენების მართვა ქვეყანაში და ის რაც დღეს ხდება აბსოლუტურად, რა ვიცი, მიუღებელი, წარმოუდგენელია და ასე შემდეგ. და ჩვენ სათავეებთან ვიყავით, როდესაც ეს კანონპროექტი იხილებოდა
ჩვენი კომპანია, ჩვენი ჯგუფი თავიდანვე მაქსიმალურად იყო ჩართული და ზუსტად იმის შედეგი არის ის, რაც ახსენეთ, რომ მე წარმოვადგენ დღეს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციას, ვიცე-პრეზიდენტის პოზიციიდან გაერთიანებული ვართ ამ ბიზნეს ასოციაციაში 10 კონკურენტი კომპანია ბაზარზე მოქმედი, რაც ასევე უპრეცედენტო არის, იმიტომ რომ კონკურენტ კომპანიებთან 10-ს ხა შეიძლება 1-ს და 2-ს რაღაცა საერთო ასე თქვა ხედვა ქონდეს, თუმცა ხა 10-მა კომპანიამ გადავწყვეტეთ რომ დაგვეფუძნებინა კომპანია, რომელიც უზრუნველყოფდა ნარჩენების მართვის მენეჯმენტს და აი ამ პროცესში ჩვენ უკვე ავტორიზაციაც გავლილი გვაქვს და აქტიურ პროცესში ვართ უკვე რომ ჩვენს მიერ იმპორტირებული პროდუქცია და არა მარტო ჩვენს მიერ, არამედ წევრები და დაახლოებით უკვე 160 წევრი ყავს ორგანიზაციაში გაერთიანებული, რომელიც ახორციელებენ საავტომობილო პროდუქციის იმპორტს, რომელიც ექვემდებარება შემდეგ უტილიზაციას. ნუ რა გითხრათ, ძალიან რთული პროცესი არის, იმიტომ რომ ბევრი სიახლე არის. ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობის მანძილზე არასდროს არ განუხორციელებია არავის და აბსოლუტურად ახალი თემა არის, როგორც ბიზნესისთვის და სუბიექტებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ანუ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა სამწუხაროდ, მაგრამ ნუ ეს არ ნიშნავს, რომ პასუხები არ მოიძებნება ამ კითხვაზე. ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ, ვალაგებთ პროცესებს, როგორ უნდა მოხდეს უტილიზაცია, თუმცა ძალიან დიდი პრობლემა არის ერთია რომ ამოიღო ეს პროდუქტი ბაზრიდან ნარჩენები, ხო, თქვა საბურავის, ავტომობილო ზეთი, აკუმულატორი და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე საკითხი არის, რას უშვებით ამ ამოღებულ პროდუქციას, ნარჩენს უпростоრად, იმიტომ რომ ხა რეალურად ის უკვე გამოყენებისთვის უარგისია და ან უნდა უტილიზაცია გაუკეთო, ან ნუ არ ვიცი კიდე რაღაც. ამიტომ აი ეს მეორე კომპონენტი ჯერ ძალიან ბუნდოვანია. ანუ ერთია რომ მენეჯმენტი ამისი გავაკეთეთ, გავაწევრიანეთ ეს ხალხი, ამაზე ყოველდღე მუშაობთ, სანდრო, ეს რაც თქვი რომ როგორია სოციალური პასუხისგებლობა წევრ ორგანიზაციებში, ნუ ძალიან ბევრი სამწუხაროდ, იმიტომ რომ ამის კულტურა ჩვენთან არ არსებობდა, ცოტა სკეპტიკურად უდგებოდა, თუმცა მუშაობით და ამ რაღაცა თვითშეგნების განვითარებით და ამ საუბრებით, შეხვედრებით, უამრავი შეხვედრა ქონდა, მივაღწიეთ იმას, რომ ეს ხალხი გაერთიანდა. ჩვენს გარდა კიდე 2 კომპანია არსებობს ბაზარზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ნარჩენების მართვის მენეჯმენტს, მათაც ბუნებრივია თავისი წევრები ყავთ და ნუ საბოლოო ჯამში შეიკრა ის წრე, რომ ბიზნესმა გადაწყვიტა, რომ ეს არის აუცილებელი და არა იმიტომ, რომ მხოლოდ იქ რაღაცა სახელმწიფო ასე ვთქვათ ეს კანონი შექმნა, არამედ თითოეული ჩვენთაგანისთვის არის ეს მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის, რომ უბრალოდ არ დავყაროთ ეს ნარჩენები ქუჩაში, როგორც დღეს ყრია სამწუხაროდ. ყველაზე უპრეცედენტო ზუსტად ეგ არის, მე მგონი და აი ყველაზე ისეთ საინტერესო და მისასალმებს ზუსტად მაგაში ვხედავ, რომ ანუ რამოდენიმე კომპანია, რომელიც ერთ დარგში მოღვაწეობთ და კონკურენტები გაერთიანდით რაღაცა ძალიან სასიკეთო საქმის გასაკეთებლად რა, მოკლედ. მოვიკითხოთ ასევე ავტობანი, პარტნიორი და ბატონი ბაპური. კი ბატონო. ერთ საკითხსაც შევეხედვით ჩვენის ნებართვით, მოდით ესე ანუ პანდემია შევეხოთ და პოსტპანდემიურ პერიოდს, ხო? ანუ ფაქტიურად ყველა რუბრიკაში მაგაზე ვსაუბრობ და ანუ ისეთი ტრანსფორმაცია მოხდა, ხო? ანუ ზოგადად ბაზრის და ბიზნესის და აი მაინტერესებს თქვენ შემთხვევაში, ანუ ამ დარგს როგორ შეეხო ეს, ხო? ანუ მოხდა ფაქტიურად ყველა ბიზნესის გაციფრულება, ხო? გაციფრულდა e-commerce, ასე ვთქვათ, განვითარდა, ხო და ვითარდება ყოველდღიურად საქართველოში და ჩვენ საინტერესო დისკუსია ქონდა გუშინ ამ თემასთან დაკავშირებითაც და მაინტერესებს აი ამ დარგში კონკრეტულად ვიანორის თუნდაც ხო, ანუ მაგალითზე ან ზოგადად რომ მივიხილოთ დარგი, რამდენად განვითარდა ეს მიმართულება ზოგადად აი იქნება ეს ავტოინდუსტრია, იქნება თუ რაღაცა სათარიგო ნაწილების და ან ექსპრეს, ასე ვთქვათ, სერვისის მიმართულებით. ძალიან კაი საკითხია სხვათა შორის. კი, ნამდვილად კარგი თემაა, მოგახსენებთ, მადლობა კითხვისთვის. ნუ პანდემიას რაც შეეხება, ხა ჩვენი სფერო ერთ-ერთი იყო, რომელიც პანდემიის დროს ფაქტურად ერთი დღე არ გავჩერებულ ვართ. ნუ იქ იყო რაღაც თავრობის დადგენილება ჩამონათვალი, რომელი ინდუსტრიებსაც არ უნდა შეხებოდა, თქვათ, ეს ლოკდაუნი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ნუ ჩვენ რაც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებსაც კი ვაწვდით გარკვეულ პროდუქციას, რომლის გარეშეც ნუ ფუნქციონირება შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ პანდემიის დროს ერთი წუთით არ გაგვიჩერებია მუშაობა, ნუ გარდა ოფისისა, რომელიც ყველა ასე ვთქვათ ონლაინზე გადავერთეთ, როგორც ყველა კომპანია და მსოფლიოში და საქართველოში რაღაც გადავიწყეთ ამ მოდელზე, თუმცა ჩვენი სერვის ცენტრების აწყობი მუდმივ რეჟიმში მუშაობდა
გადავლახეთ ეს პერიოდი და მადლობა ღმერთს რომ დღეს უკვე აღარ არის რაღაც ესეთი აქტიური პანდემიის ფაზა დასრულდა ეს თემა, თუმცა ამან ბევრი კვალი დატოვა როგორც ბიზნესში და რაც ახსენეთ ერთ-ერთი მიმართულება არის გაციფრულება. ჩვენს გარკვეული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ბუნებრივია დავიწყეთ ჩვენი პროდუქციის განთავსება ყველა ელექტრონსავაჭრო პლატფორმაზე, რაც კი დღეს საქართველოში არსებობს, ნებისმიერზე რომ შეხვიდეთ ვიანორის პროდუქცია ხელმისაწვდომია, გვაქვს delivery service-იც, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის, რაზეც აი გუშინ ვისაუბრეთ, აღსანიშნავი რომ ჩვენი პროდუქცია საჭიროებს საბოლოო ჯამში სერვისს. ანუ ეს არ არის პროდუქცია, რომ შეუკვეთე ონლაინ, მოგივიდა თქვა სახში 4 საბურავი და ამით დამთავრდა. ანუ ეს საბურავი ხო უნდა დაამონტაჟო მანქანაზე, ანუ გინდა არ გინდა ყველა ვარიანტში გიწევს ჩვენს სერვის ცენტრებში მოსვლა და იმ სერვისის მიღება, რაც ამ პროდუქტს ახლავს თან. ამიტომ ჩვენი სფეროს ესე პირდაპირ გაციფრულება საკმაოდ რთული არის, იმიტომ რომ ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ თვითონ მოემსახურონ ამ პროდუქტს და უზრუნველყონ მისი შეცვლა. მე აბსოლუტურად გეთანხმებით, ეხლა დიჯიტალიზაციას რა თქმა უნდა თავისი გზა აქვს, თავისი ეტაპები აქვს, მაგრამ ყველანაირად ყველა მიმართულების და ყველა პუნქტის დიჯიტალიზაცია ეხლა წარმოუდგენელია და აქედან გამომდინარე მთავარი კომპონენტი რა არის? მთავარი კომპონენტი არის ის, რომ სერვისებზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომელსაც ყველა წარმატებული ქართული კომპანია ავითარებს, აქ არის მოწოდების სიმაღლეზე, თორე 100% დიჯიტალიზაცია ცალკეული ინდუსტრიების ჭრილში წარმოუდგენელია და ზუსტად აი აქ არის გასაღები, რომ ჩვენ ფუნდამენტური მიმართულება, ფუნდამენტური სერვისებზე ორიენტირებული ეკონომიკა განვავითაროთ. ცოტა უნიკალური შემთხვევაა, გუშინ რაზეც ვისაუბრეთ, ანუ ზუსტად ეს არის რა, ანუ ხო არ შეაფერხებს ზოგადად ეს, თუნდაც ანუ e-commerce-ის მიმართულების განვითარებას თქვენ დარგში, აი ზუსტად ეს მომენტი რა, იმიტომ რომ ვიყიდე საბურავები, 4 საბურავი შეუკვეთე მომიტანეს ოფისში სახლში, ხო, მაგრამ რა უნდა უყო ამ საბურავებს, ხო, ანუ მე თვითონ ვერ დავამონტაჟებ. შესაბამისად, მაინც საჭიროებს სერვისი და მაინც ალბათ, ნუ ეხლა თქვენ კი გაქვთ, ანუ ხელმისაწვდომიას თქვა ხართ, ხო, ადამიანებისთვის 14 ფილიალი წარმოდგენილი, თუმცა წილობრივად რო გადავანაწილოთ ეხლა, ხო, ანუ თქვენ ძირითადად როგორც მიხდი იყენებთ უფრო ისეთ უკვე განვითარებულ e-commerce პლატფორმებს, სადაც არის განთავსებული თქვენი პროდუქცია და ზოგადად ანუ რა წილი უკავია დღეს, ან თუნდაც ანუ ინტერნეტის მეშვეობით გაყიდულ პროდუქციას. საინტერესო კითხვაა და ზუსტად 1 წუთში უნდა ჩავადიოთ პასუხი. სიამოვნებით ზუსტად იმის გათვალისწინებით, რაც უკვე მოუყევით, რომ სერვისი ჭირდება ამ პროდუქციას, ანუ ჩვენი ინდუსტრია ბოლომდე ვერასდროს ვერ გაციფრულდება, იმიტომ რომ ხა ადამიანები უბრალოდ ვერ ისწავლიან ავტომობილში ზეთის შეცვლას, ხო? ამიტომ ეს ჩვენ შემთხვევაში e-commerce დიდი პროცენტით გამორიცხულია, ნუ ჯერჯერობით ესე ჩანს, თუმცა ეს ხელმისაწვდომობა რახან გაშლილი არის, ხა ჩვენი ასე ვთქვათ საიტიც გვაქვს, Facebook გვერდიც გვაქვს, სადაც უამრავი მომხმარებელი წერს, გვიკვეთავს პროდუქტს. ნუ არიან ისეთებიც ბუნებრივია, რომელიც გვიკვეთავს, მიდის და ჩვენთან აღარ მოდის, ანუ ყიდულობს და მერე რაშვება, არ ვიცი, ანუ შეიძლება თქვა სხვა სერვისებს იყენებს ან ადგილობრივ რეგიონებში განსაკუთრებით, თუმცა ძალიან დაბალი გვაქვს ხა დღეს ონლაინ გაყიდვები და e-commerce, დაახლოებით შეიძლება რაღაც 1% იყოს ჩვენი გაყიდვების, ზუსტად იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ანუ სერვისი ჭირდება და არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი წვდომა პლატფორმებზე. უბრალოდ არ არის აქტუალური ეს თემა ჩვენ ინდუსტრიაში. ნიკოლოზ, ძალიან გაგვეწელა, ძალიან საინტერესო საუბარი. კიდე გავაგრძელებდი სიამოვნებით, უბრალოდ დროში ვარ შეზღუდულები. თუმცა გადაცემა არსად არ მიდის, შეგვიძლია რომ დავგეგმოთ აუცილებლად. მომდევნო კვირაშიც დავაორგანიზოთ. კიდევ ერთი ექსკლუზივი მოხდა, მოკლედ, ანუ კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელსაც, რომ ანუ იგეგმება მოკლედ რებრენდინგი, ჩვენს ეთერში გაჟღერდა ეს ყველაფერი. ჩვენს ეთერში გაჟღერდა. ნიკოლოზ, ძალიან დიდ მადლობას გიხდი შენი დროისთვის, სტუმრობისთვის, ძალიან დიდ ასე ვთქვათ, წარმატებას უსურებ როგორც ვისოულ ჯგუფს, ისე პირადად შენ ნიკოლოზ და ორი სიტყვით რო გითხრა, რას ფიქრობ ზოგადად ამ ფორმატზე, ბიზნეს კოლზე თუნდაც ხო და კაპიტალზე? ეხლა უკვე 30 წამში უნდა ჩააწერო. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და ამ შვენიერი ეთერისთვის. ძალიან მოხარული ვარ დღეს თქვენს გვერდზე ყოფნით. ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა. ეხლა არა იმიტომ რომ აგზივარ, არამედ ჩვენ დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა გვაკავშირებს პიროვნულადაც და თქვენი გადაცემა არის, რა ვიცი, საქართველოს სატელევიზიო სივრცეში ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული თუ ფლაგმანი არა, რომელიც აშუქებს ბიზნეს მოვლენებს და ნაკლები არის, ასე ვთქვათ, ლაპარაკი, უფრო მეტი არის საქმეზე ლაპარაკი და არა უბრალოდ საუბარი.
რაღაც სხვადასხვა თემებზე და ძალიან მოხარული ვარ ნებისმიერ დროს ძალიან დიდი მადლობა იმასი მადლობა კი დიდი мотиваციაა და ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი мотиваციაა რა თქმა უნდა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებები ვისოლ ჯგუფს წარმატებები ვიანოს და წარმატებები პერსონალურად ბატონ ნიკოლას ხოდელს დიდი მადლობა შენ ტრადიციულად საინტერესო რუბრიკის ორგანიზებისთვის რა სიურპრიზები ელის ჩვენს მაყურებელს უკვე სერგოშტრილში იმიტომ ძალიან საინტერესო ინტერვიუები ჩაწერა ერევანში ძალიან კარგი ვიზიტი გქონდა, მოკლედ პირდაპირ ვთქვა, ხშირად ვახსენებ ხოლმე ამას და მოკლედ მიმდინარე კვირის ბოლოს თქვენ გელით ძალიან საინტერესო რეპორტაჟებისა და ინტერვიუების სერია სომხეთის დედაქალაქ ერევნიდან.